გამოსასყიდად. სწორედ წითელი კვერცხი ამის სიმბოლოა. აღდგომის დღესასწაული არის ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაული. ყოველთვის ვემზადებით განსაკუთრებულად და ჩვენი ტრადიცია არის ის, რომ ვღებავ ყოველთვის 33 კვერცხს. ალბათ ბევრ ოჯახებში ასე იღებდა, იმიტომ რომ ჩვენი მაცხოვარი იყოს 33 წლის, როდესაც აკრეს ჯვარზე. კვერცხს ტრადიციულად ვღებავ ენდროს ფესვებით. არ მამატებ დანამატებს, ოდნავ მარილი და ძმარი რომ არ დასკდეს უბრალოდ კვერცხები. ხარშა 20-15 წუთის განმავლობაში რომ კაი ფერი მიიღოს კვერცხმა, მუქი ფერი და შემდეგ ამოვიღებ და გავაპრიალებ. და ეს ხელსაწმენდები ჩამიფინე მთაში რომ კვერცხი ამოალაგო. ჩვენი კვერცხი მზად არის. შეიღება ჩვენი კვერცხები, გამოვიდა ხასხასა წითელი, როგორც გვინდოდა. ორნავე რელიგიას მემსახურებია, არ მიჭის, არც შვილებს უშლი რომ მე მუსლიმანი ვარ და თქვენ რატომ ინათლების მეთქინ არა. ჩემ ოჯახში ჩემ გარდა ყველა მონათლულია. კვერცხების შეღებვის შემდგომ აღდგომის სიმბოლო სადღესასწაულო სუფრაზე პასკასთან და ჯეჯილთან ერთად თავსდება. როგორც წესი, ტრადიციულად ვაწყობთ ჯეჯილში, რომელიც ითესება 2 კვირით ადრე, რათა უფრო დიდი ამოვიდეს ხასხასა მწვანე და ლამაზი იყოს. მაგიდასთან ოჯახის პატარა და უფროსი თაობის სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებიც ხდებიან. აღდგომის დღესასწაულსაც გოგიტიძეები ასეთი განწყობით ხვდებიან. ვაჟამ რო ნახოს ის კაი გაუხარდება.